Ali მე მეგონა არასოდეს აღარ დაბრუნდებოდი. სიკვდილი ხშირად გვაახლოებს, ასე არ არის? წადი შენი ჯენგიზ. შენ მხოლოდ ის შეგიძლია რომ შენი ბინძური საქმე შეასრულო. მელიხადეიდა, ეშან. მიიღე ჩემი სამძიმარი. დიდი მადლობა მელიხადეიდა. ეშან. დეიდა შენმა და მირეკა გუშინ. გთხოვ შემომიარე და ვილაპარაკოთ. კარგი. ბაჰარ. მის საფლავთან გავლა არ შეგიძლია. ის ხომ შენი შვილის მამაა. ახლავე მოვალ. ალი. ომერის საფლავზე მივდივართ. შემოგვიერთდები? თუ გეშინია რომ გაცოცხლდება და მიგახრჩობს. არა იმის მეშინია რომ კიდევ დიდხანს თუ გავჩერდები შენს გვერდით შეიძლება ცოდვა ჩავიდინო. მაგაზე ნუ დარდობ იმაზე იდარდე რომ ომერთან ვალში ხარ. მელია თეზე? დეიდა მელიხ. ეზელ. როგორ ბრძანდებით? ჩემი ომერიც ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. მომეხმარე მის საფლავთან მიმიყვანე. მიმიყვან. ეზელს არ სალია, მე თვითონ მიგიყვან. არა, მიჩვეული ვარ აქ უშენო ციარულს. იცი ომერის სიკვდილს როგორ განვიცდიდი? ყოველ დღე მოვდიოდი აქ და ვტიროდი. წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ის ჩემ გვერდით იყო, ვითომ არ მომკვდარა. ასე გადავიტანე ეს ტკივილი. დედა. წლების განმავლობაში მოვდიოდი აქ და ვლოცულობდი ჩემი შვილის საფლავს. მაგრამ აღმოჩნდა რომ ის არ მომკვდარა. ცოცხალია. უბრალოდ ჩემგან წავიდა. მე არცახ ვარ დედა, შენ გამაგდე. მე არ მიმიტოვები ხარ. ადრე როცა გაგდებდი ხოლმე მაინც ბრუნდებოდი ჩემთან. მე ეს ვიცოდი. ახლა რატომ არ მოხვედი შვილო? დიდი ხანია აღარ გახელებს დედა შენი. დედა. ეზელ. გეძახიან. ხო დედა. დედა. Tevfik, დადგინე ვინ არის ის კაცი გუშინ ჯენგისთან რომ იყო? არა, ჯერ ვერაფერი გავიგე. ნუ დარდობ, გავიგებთ. Çıkacak. Gelmeden იცი რა ვიფიქრე? ომერთან ხომ არ გაუშვა ერთი ვიღაც რომ მეგობრობა გაუწიოს. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. Hayret. შეუცარია, რატომ? გითხრა რატომ? იმიტომ რომ ამ ქალის გარდა ამ ქვეყნად არავინ მიყვარს.
აბა შემოგვიერთდით. თორემ ომერს ეწყინება. იმედია ხელი არ შეგიშალით. არა, რას ამბობ. ვიცი თქვენ 4 ძალიან ახლო მეგობრები იყავით. რა უშავს? ახლა ჩვენ 4 ვიქნებით ახლო მეგობრები. მაინც მოხვედი რა. მზესუმზირა გინდა? ყბის კუნთებისთვის კარგია. აქ მზესუმზირის საჭმელად არ მოსულა. მართლა? მე მეგონა არ მოხვიდოდი. რატომ ხარ აქ? შურის საძიებლად მოვედი. ეს არის? ო. ეს არის კაცი, რომელმაც ერთ წამში დაანგრია ჩემი ცხოვრება. რამე საფრთხე ხომ არა? ჯერჯერობით ვერაფერს ვამჩნევ. როდის შეწყვეტს ზია ჩვენს თვალთვალს? მე მგონი არასდროს სტეფო. არ მეთანხმები? იცი რომ ირგვლივ მტრები გვახვევია. ამერიდან შენი ცხოვრება ჩემს ხელშია, ტეფო, ჩემი კი შენსაში. ასეა და რას ვიზამთ? მე მგონი ვერაფერს. წავედით. ისმენ. გუშინდელი დღიდან 1 წუთი დაგრჩა სერდარ. მე ახლა ჩვენს კაზინოში ვარ, ჯენგის. შენ ხომ იცი ყველაზე ხშირად რა ციფრი ამოდის ხოლმე რულეტკაზე? ძირითადად 0 სერდარ. რაღაც უფრო ჭკვიანური რომ გეკითხა არ შეიძლებოდა. მხოლოდ რულეტკაზე რომ ფიქრობ. კაზინოსკენ რომ წამოხვალ. გზად ჩანთა მიყიდე. რა ჩანთა? ყავის ცხელ ჩანთა. რამე იაფასიანი. ძვირი არ გადაიხადო, ჩემთვის არ მინდა. უკან დაგიბრუნებ. ვის უნდა მისცემ? შეგ 50 მილიონი უნდა იყოს. მას მივცემ კაცს, რომელიც ეზელს გამოაშკარავებს. რა უნდა გითხრას ასეთი მის შესახებ? თუ მოიტან ჩანთას ფულით გაიგებ. სასაფლაოზეც კი საქმეებზე ფიქრობ? სანამ ცოცხალი ვარ კაზინოს არ დავტოვებ. ჯერა ჯენგის. ვიცი, სასტუმროს გამო რთულ მდგომარეობაში ჩავარდი, მაგრამ გვპირდები სანაცვლოდ დიდ მოგებას ნახავ. ისეც, როგორზეც არც კი გიოცნებია. მერთვაკნას, ასეთ რამესთან არასდროს არ მქონია შეხება. ამიტომ ყველაფერს შენ მოგანდობ. არენდა, მას ყოველთვის საკუთარი გეგმა აქვს. სუდად გეძინა? დაღლილი ჩახარ. არ ვიცი, ეს 2 დღეა კარგად მძინავს. შეიძლება ითქვას ძალიან კარგადაც კი. რა არის ამის მიზეზი? დამისის რა თითქოს ვიღაც მეხუტებოდა, მაგრამ რომ გავიღვიძე გვერდით არავინ აღმოჩნდა. არა და ისეთი განცდა მქონდა თითქოს ეს ცხადში ხდებოდა. როგორც ჩანს, ჩემი ბედი არ არის. რომ ესოდების გამოიკლავ თავს, არ მოინდომებდი ამას. ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. შეგიძლია კეთილი საქმე გააკეთო? მაინც რა? დაუძახე ჩემს თავს. ეზელ. მაპატია მინდა მარტო ვიყო.
სწორად გამიგე. მოდი ნუ გავართულებთ ყველაფერს. რას ნუ გავართულებთ? ჯენგიზმა მიღალატა. მე მინდოდა სამაგიერო გადამეხადა მისთვის. შენ სწორედ ამ დროს ჩემ გვერდით აღმოჩნდი. სულ ეს არის. რატომ არ მიყურებ? რას გულისხმობ? თვალებში რატომ არ მიყურებ? რატომ გაურბიხარ ჩემს მზერას? ეზა, აქ მაინც დამანებე თავი. სიმართლე მითხარი და შეგეშვები. რატომ ბრაზობ? რატომ გამერბიხარ, ეიშან? ეიშან. დეიდა ჩემი მოკვდა ჩვენ გამო. გაიგე? ჩემ გამო. ჩვენ გამო მოკვდა. მე საყვარელ ადამიანებს ვუღალატე, ამიტომ მოკვდა. თუ შენ აგირჩევ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს დავკარგავ. გესმის ეს თუ არა? ამის გამო არ ბრაზობ. სხვა რამეს გაურბიხარ. რაზე ლაპარაკობ? როცა მკოცნედი, რაზე ფიქრობდი? არაფერზე არ გიფიქრია? სიმართლე თქვი. ფიქრობდი. ბახარზე ფიქრობდი, შენ შვილზე თუ ჩემზე? დეიდა შენის სიკვდილის ამბავი რომ გაიგე, ყველაფერი ინანი არა? მაგრამ ეს შენს ხელში არ იყო. რა იყო სიმართლის თქმის ხრცხვენია რა? ასე არ არის. სწორედ ასეა, შეეგუე ამას. შენს გულში არ არის არც სინანული, არც დარდი. ეს ყველაფერი თეატრია. შენ მხოლოდ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა, ეიშან. აღიარე რომ ასეა. რატომ? რატომ არის ასე ეზა? იმიტომ რომ გრძნობა რომელიც ჩვენ შორის გაჩნდა ორივე ჩვენგანზე ძლიერია, ეიშან. შეიძლება ითქვას სიკვდილზე ძლიერია. რა გინდა ჩემგან? მინდა რომ ყველაფერი მიატოვო და ჩემთან მოხვიდე. არა. კი.